ეს ლილოს დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი სისაურების ოჯახია. ორ ერთოთახიან გაერთიანებულ ბინაში 10 ადამიანი ცხოვრობს. დევნილი ოჯახის უმთავრესი სატკივარი კი 23 წლის მერიკო სისაურის უმწვავესი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სისაურების ოჯახს პრობლემის გასაცნობად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამას ხუბუა, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ვარკეთილის დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები სტუმრობდნენ. მერიკო სისაურს 7 წლის ასაკში ვოლფრამის სინდრომის დაავადების ურთულესი ფორმა დაუდგინდა. ეს ის მძიმე დიაგნოზია, რომლის დროსაც პაციენტს თანმხლები დაავადებები განუვითარდა, როგორიცაა შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, ორივე თვალის ნერვის ატროფია, სმენის დაქვეითება, ანემია, ელექტროლიტების კარგვა. ძვირად ღირებული მედიკამენტი, რომელიც მერიკოს სისაურს სისტემატურად სჭირდება სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის რთული შესაძენია. მერიკოს მდგომარეობა გართულებული არის დღესდღეობით. ნელ-ნელა მერიკოს აკლდებოდა მხედველობა. 4 კლასი ჩვეულებრივ სკოლაში მყავდა საჯაროში და მერე გადავიყვანეთ, რა თქმა უნდა, ექიმის რჩევით ავლაბრის 202 უსინათლოების სკოლაში. მხედველობის შემდეგ აღმოჩნდა, რაც თურმე ახასიათებს ვოლფრამის სინდრომს, სმენის დაჩლუნგება. და დაგვეწყო სმენის სენსორული კლებადობაც. ახლა ამ წუთას ერთ ყურში 1%-ია, მეორეში 2%. მერიკოს შაქრიანი დიაბეტი თავისთავად ჰქონდა თავიდანვე 7 წლის ასაკში, რაც იყო უშაქრო დიაბეტი, მხედველობის ნერვის ატროფია, სმენის დაჩლუნგება, ანემია ჩაგვერთო. 17 წლის ასაკში ჰიპოგლიკემიით მერიკომ საერთოდ დაკარგა მხედველობა. მაინც სწავლა არ შეგვიჩერებია, ვაგრძელებდით სწავლას, აქტიური იყო გოგონა, პროფესიაც მივაღებინეთ, მაგრამ ბოლო 2 წელიწადი არის დამძიმდა, გართულდა მდგომარეობა, ვოლფრამის სინდრომს. თუ რამე დარღვევა აქვს, ეს ყველაფერი დღეს უკვე მერიკოს ორგანიზმში არის. კიდევ გამონაკლისი სოდიუმის კარგვა. და ვიბრძვით სიცოცხლისთვის. როგორც მერიკოს სისაურის დედა ნუცა ფარჯიანი ამბობს, იცის, რომ უიშვიათეს დიაგნოზთან აქვს საქმე, მაგრამ შვილის სიცოცხლის გახამძლეებისთვის ბრუნვა დედის უპირველესი მოვალეობაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვოლფრამის სინდრომი მთელ მსოფლიოში იშვიათ გენეტიკურ დაავადებებს განეკუთვნება. საქართველოში კი დაავადებას სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ნუცა ფარჯიანი აღნიშნავს, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. დიაგნოზით დაესვა, მაგრამ ვითხოვეთ ჯანდაცვაში ჩვენთვის მოენიჭებინათ ვოლფრამის სინდრომის სტატუსი, მაგრამ არ გვაქვს ჯერ მესამე წელიწადია და უარყოფითი პასუხები არის. არ ვიცი 2020-ისთვის რა სიზამენ. ჩვენ გვყავს საქართველოში 20 პაციენტი ვოლფრამის სინდრომიანი, რომლებსაც სჭირდებათ სწორი მართვა, სწორი ინფორმაცია, იყოს უნდა ტრენინგები ჩატარდეს, უნდა რომ ხალხმა იცოდეს თუ რას ვსაჭიროებთ ჩვენ, სად შეიძლება შეღავათი გაკეთდეს, სად შეიძლება დახმარება გაკეთდეს. მერიკოსაც უნდა საზოგადოების წევრი იყოს, ჩვეულებრივი დილა გაუთენდეს და ტკივილის გარეშე ვიცხოვროთ. მომიწია კლინიკებში წოლა და იქ ჯანდაცვისგან რაც არის კოდირებული მათი, ვთქვათ, დაწვენის პროცესი არ იყო შეთავსებითი, რამოდენიმე ადგილას ძალიან გამერთულდა და ამიტომ მომიწია კლინიკა დიაკორში მისვლა და მე უღრმეს მადლობას ვეთქვი კლინიკა დიაკორს. ჩვენს ექიმს ქალბატონ ლალი ნიკოლეიშვილს. დიაკორი კერძო არის და პროგრამით არ იყო მერიკოსი გათვლილი მკურნალობა თუნდაც. იქ იყო ყოველდღიური თანხა გადასახადი. არასამთავრობო ორგანიზაცია ვოლფრამის სინდრომის საქართველოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან წერილობითი პასუხი მიიღეს, რომ 2020 წელს განიხილავენ იმ შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია ვოლფრამის სინდრომის მქონე პირებისთვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად. ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება. მერიკოს სისაურის ტვინის ღეროს ატროფიაც განუვითარდა და მოძრაობაც შეეზღუდა. ექიმები ოჯახს პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობის გაგრძელებას საფრანგეთში ურჩევენ. ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯები კი სოციალურად დაუცველ სისაურების ოჯახს არ გააჩნია. უკიდურესი მდგომარეობის მიუხედავად მერიკოს სისაურის დედას არ ავიწყდება ის ადამიანები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში მერიკოს სისაურს დაეხმარნენ. ამჯერადაც ნუცა ფარჯიანი საზოგადოებისა და ქველმოქმედი ადამიანების იმედადაა. საქართველოში არ გვაქვს ამისი ცნობადობა, არ არის სწორი მართვა. ამიტომ საზოგადოებას ვთხოვ, ჩვენს სახელმწიფოს ვთხოვ, თუ ვინმესთან შეიძლება რომ დედამ ვითხოვო, შვილის ის განახევრებული სიცოცხლე იქამდე მაინც სწორად მივიყვანოთ და უმტკივნეულოდ იყოს
საფრანგეთში წაყვანა გვინდა. არ გვაქვს გათვლილი თანხა, არ ვიცით რა იქნება. ის რაც გაკეთდა მერიკოსთვის იყო ბარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატმა, რაც გაუკეთა იქიდან ნაწილი თანხა 4728 ლარი აგროვდა, საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს. მე უღრმეს მადლობას ვუხდით ყველა თითო ზარზე, ყველა ჩვენი ოჯახის თანადგომისთვის. უფალს მადლობა, რომ არსებობენ ესეთი კეთილი ადამიანები, მაგრამ დღესდღეობით ვითხოვ შველას. დღესდღეობით ხელი მაქვს გაწვდილი საზოგადოების წინაშე. თითო ზარს ვითხოვ. თითო ლარს ვითხოვ, რომ მე ლარი დავამატო და შვილი გადავარჩინო. სახელმწიფო ვერ მაფინანსებს, იმიტომ რომ მე კლინიკიდან არ მაქვს ხარჯ-დაღრიცხვა, რაც არის სწორი მიმართვა. კლინიკა გვეუბნება, ჩვენ არ ვიცით პაციენტი რას მოითხოვს და აქედან გამომდინარე დედა ვარ და ვითხოვ ისევ და ისევ თანადგომას. თავს ავხრი საზოგადოების წინაშე. მადლობის მეც ვერაფერს ვერ ვამბობ. ცოტა მირთულდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ. შვილის სიცოცხლისთვის მინდა თანადგომა. ერთადერთ რომ შვილი შევინარჩუნო, სხვა არაფერი არ მინდა ამ ქვეყანას. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბო მერიკოს ისაურის ოჯახს ყოველდღიური აუცილებელი ამბულატორიული სამედიცინო დახმარებისა და საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საჭირო სახსრების მოძიების საქმეში თანადგომა შეპირდა. მე მერიკოს დედამ ქალბატონმა ნუცაფარჯიანმა მომმართა სოციალურ ქსელში ასეთი თხოვნით, რომ გავცნობოდით მის პრობლემას, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა მის ბრძოლის უნარიანობას. ძალიან ბევრმა ფედერალურმა და ჩვენმა დევნილი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან შეძლების დაგვარად დახმარებებს ღებულობს, თანადგომას ღებულობს, მაგრამ როგორც ირკვევა, ისეთ სტადიაშია გადასული ამ ოჯახის და ამ გოგონას ეს პრობლემა, რომელიც საჭიროებს უფრო მეტ თანადგომას, ბავშვის სიცოცხლისთვის იბრძვის ოჯახი და ჩვენი მოვალეობა არის ჩავერთოთ ამ საკითხებში. ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა კომუნიკაციები როგორც ფედერალური, ისე ჩვენი დევნილი სახელმწიფო სტრუქტურებთან. გვინდა ამ ოჯახში ვიზიტს მოყვეს რაღაც კონკრეტული ამ ბავშვთან მიმართებაში. ჩამოვყალიბდებით თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეგვეძლება. თავად მერიკოს ისაური გაგებით ეკიდება მის დაავადებას და საზოგადოების თანადგომის იმედი აქვს. ამბობს, რომ მას საუკეთესო დედა ყავს, რომელიც არ ნებდება. მერიკოს ისაურის ერთადერთი ოცნება ტკივილის გარეშე ცხოვრება. მჭირდება საფრანგეთში მკურნალობა, ვართ 10 სულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი, სირთულის მიუხედავად დედა მაინც არ ჩერდება და აგრძელებს ბრძოლას. შედეგი და წასვლა რამდენად მოხერხდება ვნახოთ და სიძლიერით ეს უკვე დედა მაძლიერებს და ყოველს უღრმესი მადლობა. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ მერიკოს ისაურის ბედით ბევრი ადამიანი დაინტერესდება და საზოგადოება მის დასახმარებლად აუცილებლად გაერთიანდება.